თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საიუბილეო საღამო გაიმართა. სასწავლებელი სოხუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლი დიოსკურია და კამერული ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს საგუნდო ნაწარმოებები და ცნობილი კომპოზიტორების მუსიკალური კომპოზიციები. საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოხუმის არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი სათავეს იღებს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სპეციალურად ჩვენი სასწავლებლისთვის დაიწერა ასე ვთქვათ, ერთგვარი ჰიმნის შევარქვით ჩვენმა სასწავლებლის ჰიმნი, დამიბრუნდი აფხაზეთი, კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის მუსიკა. ტექსტის ავტორი არის ჩვენი სოხუმელი ძალიან ცნობილი მუსიკოსი, ამ სასწავლებლის პედაგოგი თავის დროზე და აფხაზეთის დიდი ხელოვანი ბეზდენო კუჯავა, მის ლექსი არის დაწერილი და ორკესტრისთვის არანჟირება გააკეთა ჩვენმა კომპოზიტორმა ბატონმა გიორგი გოგა შავერზაშვილმა. ძალიან კარგი დღე არის დღეს. ნახეთ კიდევ ერთხელ იმ შრომის შედეგები, რომელიც სასწავლებელს გააჩნია. დავით ოუჯავა ის პედაგოგები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მოსწავლეების და საერთოდ ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარების საქმეში. მე მიხარია ის, რომ ახალგაზრდები ეუფლებიან ხელოვნებას, კულტურას. მე ამას ვაფასებ, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. ხანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით. მე-8 წელი მისრულდება, რაც აქ დავდივარ. ყოველი წლის ბოლოს გვაქვს კონცერტები. პირველად ვასრულებ კონსერვატორიაში მე და ჩემი გუნდიც.